წარმოვადგენ ქუთაისს. მე მიყვარს ბოდიალი ღამით ქალაქის ქუჩებში და იქვე მოფარებულში. ნიკა ბიწაძეს, იგივე რეპერ პაჯოს, უკვე 10 წელია ქუთაისში. რეპ კულტურის განვითარებაში საკუთარი წვლილი აქვს. ის გვიყვება, რომ რეპ მუსიკით ძირითადად პრობლემებზე საუბრობს. რეპერი პაჯო არაერთი სიმღერის და კლიპის ავტორია. მის ერთ-ერთ ბოლო კლიპში კი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდების სიმრავლეს უსვამს ხაზს. მაკაცობენ ძალიან ბევრ უსაქმურობასთან და ჩვენ თქვა ბევრი ჩვენთანგანი ვინც რაღაცას ქმნის ასე თუ ისე თავისი ცარიელი ხელებით მათ კრიტიკაში ატარებენ დროს. რეპერის თქმით, მისი ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია. ის პრობლემების გარდა ოჯახზე, სიყვარულსა და მეგობრობაზეც ხშირად რეპავს. რეპარტისტმა ლექსების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მისი თქმით, თავიდან რეპ მუსიკა მისთვის გასართობი იყო, თუმცა მოგვიანებით პროფესიად იქცა. ბავშვობიდან უსტუმრად უსმენდი რეპს განსაკუთრებით, მაშინ ისეთი თემა იყო 90-იან წლებში, კასეტების საშუალება ჰქონდა და გარკვეული მაქსიმუმ მოგვესმინა ემინემისთვის ან 50 ცენტისთვის. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად რაც შეგვეძლო იმას უსმენდით და რაღაცნაირად ავიკვიატე, ხშირად დავდიოდი კონცერტებზე, ქართველი შემსრულებლის კონცერტებზე. საღამოს 6-ის მერე თლემს ქალაქი, რომელიც უპატრონოდ მარტო ვეხარ ძლებ. რეპარტისტის თქმით, ქალაქზე, რომელიც 6 საათის შემდეგ თვლემს, სასმელზე, ქალებზე, სიყვარულსა და დედაზე შექმნილმა სიმღერებმა საზოგადოებაში მოწონება მალევე დაიმსახურა. თუმცა ის ამბობს, რომ ქუთაისში რეპ კულტურას სათანადო ყურადღება მაინც არ ეთმობა. რეპ არტისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპის შემსრულებლებს ქუთაისში საკუთარი ხარჯებით უწევთ პროდუქტის შექმნა, ქუთაისის გამოცოცხლებაზე ზრუნვას ის მომავალშიც აპირებს. გამოვდივარ გარეთ და მოგიწოდებთ ახალგაზრდებს, დავეხმაროთ ჩვენს ქალაქს, რომ გამოცოცხლდეს.